მე დღეს ვისაუბრებ ბაულაევსზე, რომელიც რა თქმა უნდა ყველას ძალიან უყვარს, ვინც შეეხო მას და მიყვარს მე 2011 წლიდან, რა დროსაც შევეხე ბაულაევს და ჩემს ჯანმრთელობის კუთხით, სასწაულები მოახდინა და დღეისათვის მას მერე გასული არის 12-13 წელი და მე ვარ უჯამრთელესი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ასე ვთვლი. და რატომ მიყვარს აი ასე ძალიან და მიყვარს მასზე საუბარიც და ჩვენი პირველ რიგში მინდა ახსნა თუ რატომ არის საჭირო ბაულაეფის მიღება. ეს არის პროდუქტი, რომელიც აკეთებს ერთდროულად ძალიან ბევრი მიმართულებით უამრავ სიკეთეს და რა ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, ხო? ეს არის მუდმივად კარგ მდგომარეობაში რო იყოს ფიზიკურად, მას ჭირდება რომ მისი ორგანიზმი იყოს გაწმენდილი, ანუ დეტოქს ვეძახით ამას, ხო, გაწმენდილი უამრავი იმ ტოქსინებისგან, თავისუფალი რადიკალებისგან, ალერგენებისგან, მძიმე მეტალის მარილებისგან, პარაზიტებისგან, ხო, რაც ბუდობს ჩვენს ორგანიზმში ბავშვობიდან დაწყებული ეს გროვდება და ამის გამოტანა აუცილებლად საჭიროა დროთა განმავლობაში რაღაცა პერიოდულობით, ისევე როგორც დიასახლისები ვალაგებთ, ხო, რაღაცა პერიოდულობით გენერალურ დალაგებას უკეთებთ ჩვენს ოთახებს, ბინებს, ასევე მანქანების პროფილაქტიკა იცით, ხო, რაღაცა პერიოდულობით ხდება, რომ პროფილაქტიკურად შეამოწმონ და აღმოფხრან, ხო, რაღაცეები რომ აღმოფხრან, აი ასევე ჭირდება ჩვენს ორგანიზმსაც დალაგება. აი ამ კუთხით არის ბაულაეფი, არ ვიცი, შეუდარებელი პროდუქტი, რომლის მსგავსი მე არ მეგულება დღევანდელ იმ ბაზარზე, იმ საკვებ დანამატებს შორის, რაც შემოსულია და ვიცნობთ, ხო? და რატომ არის ასეთი პროდუქტმა კიდევ რა უნდა გააკეთოს, ხო? ეს არის ანთებების საწინააღმდეგოდ იმუშაოს. ანთებები მე არ ვამბობ, რომ აი მწვავე რაღაცა სასწაული ანთებები რო არის, ხო? ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ბავშვებშიც კი მიკროანთებები. ამ მიკროანთებებს ზუსტად ის იწვევს, რაზედაც საუბრობ მუდმივად, რომ აერიდან, საკვებიდან, წყლიდან, გარემოდან, საერთოდ სტრესული გარემოდან, სხვადასხვა მავნე-ჩვევებიდან ჩვენს ორგანიზმში ხდება აი ეს დაზიანებები უჯრედების შიგნით და ეს გამოვლინდება პატარ-პატარა ანთებებით, რომელიც არ არის ჯერ რაღაცა პრობლემის სახით წარმოდგენილი, მაგრამ მუდმივად მიმდინარეობს. ნუ რაღაცა დრო ჭირდება და წლები ჭირდება, რომ გამოვლინდეს, ხო? აი ამ მიკროანთებების საპრევენციოდ ეს არის ბაულაეფი. შემდგომ კუჭნაწლავი უნდა გქონდეს ძალიან კარგ მდგომარეობაში, რატომ? იმიტომ რომ შეწოვა, ათვისება იმ საკვების, რასაც ღებულობთ და მონელება უნდა მიმდინარეობდეს მუდმივად ისე რომ არ იკარგებოდეს, ხო, აი რასაც ვიღებთ საკვებიდან, ის ნივთიერებები რა ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, მუდმივად უნდა ხდებოდეს მისი ორგანიზმისთვის მიწოდება. ამიტომ ნაწლავების კარგი ფუნქციისთვის საჭიროა ბაულაეფი. ახლა მე შემდგომში ავხსნი, ხო, როგორ აკეთებს ამას. შემდგომ ეს არის ანტიოქსიდანტური მოქმედება, ანუ ხელის შეშლა იმისთვის, რაც უნდა ცუდი მოხდეს ჩვენს ორგანიზმში, ხო, ანტიოქსიდანტობა ამას ნიშნავს. ამაში შედის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ამაში შედის ალერგიების თავიდან აცილება, ეს არის ინტოქსიკაციების აცილება თავიდან და თუ არის ამის ალაგება. ნუ ალკოჰოლი და ნარკოტიკები რა ზიანს აყენებს ორგანიზმს, ხო, ძალიან კარგად ვიცით და სწორედ აი ამის აცილება თავიდან რა მავნებლობასაც აკეთებს, ხო? აი ამის აცილება თავიდან არის ბაულაეფის დანიშნულება. რა შედის ბაულაევში? ისეთი, რომ აკეთებს ამ ყველაფერს და კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრებ შემდგომში, ხო? 5 ინგრედიენტი შედის და თანდათან აი რას თვითონ მათგანმა რა შეიძლება გააკეთოს, აი ამაზე მექნება ახლა საუბარი. შედის ბაობაბი და აცეროლა. ეს არის ბაობაბი ცნობილია, ბაობაბის ნაყოფი, ბაობაბის ხეხო საერთოდ საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. ბაობაბის ნაყოფი არის
უმდიდრესი ნაყოფი თავისი შემადგენლობით, თავისი შემცველობით, იმ საკვებით, რაც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რა არის ესენი? ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები, ეს არის ამინომჟავები, შეუცვლელი ამინომჟავები, ეს არის ცხიმოვანი მჟავები, ანუ ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9, რომელიც ძალიან იშვიათია საერთოდ მცენარეებში, შედის ბაობაბის ნაყოფში და აცეროლა უმდიდრესი C ვიტამინით და სხვა ვიტამინებით, ხო? აი ის რაც შედის ხო აი ამ ბაობაბში, ეს არის ამინომჟავებს გამოვყოფდი აქედან, ნუ ვიტამინების საჭიროება თქვენ კარგად იცით, რატომაც არის საჭირო და ამინომჟავები აქ შედის L-არგინინი, L-ცისტეინი და L-პროლინი განსაკუთრებით, ხო, აი რა კუთხით მუშაობს ეს ამინომჟავები? L-პროლინის სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენაში მონაწილეობს. ცვეთა მუდმივად ხდება, მას აღდგენა ჭირდება და აი ამ აღდგენაში მონაწილეობს L-პროლინი. L-ცისტეინი მონაწილეობს უფრო სწორედ L-ჰისტიდინი მაპატიეთ, L-ჰისტიდინი მონაწილეობს ნაპრალთა, ან სახსრებში არის ნაპრალი, რომელშიც არის სითხე. და აი ამ სითხის შემცირება იწვევს ანთებით პროცესებს და გადადის ეს ართრიტებში და ართროსებში. ეს სითხე რომ შენარჩუნებული იყოს და თუ არ არის და შემცირებულია, ამ შემთხვევაში აღდგენით პროცესებში მონაწილეობს სწორედ აი ეს L-ჰისტიდინი. L-არგინინი მონაწილეობს უამრავ პროცესში, განსაკუთრებით ჰორმონალური ცვლის მოწესრიგებაში მონაწილეობს, პანკრეასის ჰორმონების ცვლაში მონაწილეობს, საკვერცხეების და სათესლე ჯირკვლების ჰორმონების ცვლაში მონაწილეობს, მამაკაცებშიც და ქალებშიც, ამიტომ უშვილობაზე შედეგები რო გვაქვს, ხო? ერთ-ერთი გარდა სხვა ფაქტორებისა, აქაც L-არგინინის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაულაიფის შემთხვევაში, ხო? ონკოლოგიაშიც, ონკოლოგიურ იმაშიც მონაწილეობს. ანუ L-არგინინს აქ ძალიან დიდი დატვირთვა და იგივე ვარიკოზებზე მუშაობს, ანუ ვენების პრობლემებზე და ჰემოროიდზე, ხო? შაკიკის სისწარღვიანი სპაზმი, აი ამათ მონაწილეობს ამათში. სხვა რო არაფერი ვთქვა, მე მგონი ესე ძალიან კარგად ითვლება, ხო? გარდა ამისა, ბაობაბში არის მიკროელემენტები და მინერალები, რა გახსენე, კალციუმის არაჩვეულებრივი წყაროა, რკინის არაჩვეულებრივი წყაროა, ანუ ბუნებრივი მცენარეული კალციუმი და რკინა ბაობაბში, ხო, აი ამიტომ იწვევს ხოლმე კალციუმის მიწოდება, როგორი ის არის, ხო, ჩვენი ორგანიზმისთვის, იწვევს სახსრების ყველგან და ძვლების ოსტეოპოროსების, ოსტეოხონდროზების პრევენცია ფაქტიურად ამ შემადგენლობაში რკინა დეფიციტური ანემიების დროს რკინა რო საჭიროა და ამასთან ერთად ფოლის მჟავა და უამრავი სხვა ვიტამინები, C ვიტამინი რომ მონაწილეობს, ხო, ეს ყველაფერი არის ბაობაბის ნაყოფში და ამიტომ არ გვიყვირს ხოლმე რომ 2-3 კვირაში ჰემოგლობინი მატებას იწყებს. კონჟაკის გლუკომანანი შედის. კონჟაკის გლუკომანანი ეს ჩინეთიდან და იაპონიაში ხარობს და იქიდან არის შემოტანილი. და ის არის ისე დამუშავებული, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედის ცელულოზას, რომლის გამოც გლუკომანანის კონჟაკი, როცა წყალში იხსნება, ჯირჯდება რამოდენიმეჯერ მეტად მატულობს მოცულობაში და ბაობაბში კონჟაკის გლუკომანანია, სწორედ ეს განაპირობებს, რომ ბაობაბის ფხნილს რომ გავხსნით წყალში, ის სქელდება, თუ არ დალიე მაშინვე, ხო? ის უნდა გასქელდეს კუჭში და კუჭში იკავებს ადგილს და ამიტომ დანაყრების შეგრძნება მალე მოდის, ნაკლებს რაოდენობას ჭამს ადამიანი და ამ ფაქტორით, ერთ-ერთი ფაქტორით მუშაობს წონის კორექციაზეც. და შემდგომ უკვე ნაწლავებში რომ გადადის, ხო, უკვე კუჭიდან საყლაპავიდან დაწყებული, უფრო სწორედ კუჭით და მერე ნაწლავებში იწყება პროცესი წმენდის, როგორიცით აი ჯაგრისი რო ჩამოუსვა კედლებს და ასუფთავებს, ხო, აი ასე ასუფთავებს ნაწლავის კედლებს და ეს ხელს უწყობს სწორედ აი ამ შეწოვის პროცესების და მერე უკვე ათვისების პროცესებს. შედის ინულინი, კიდევ ერთი ინგრედიენტი, ინულინი, რომელიც არის ფაქტიურად პრებიოტიკები, ანუ საკვები ნიადაგი პრობიოტიკებისთვის, პრობიოტიკები ეს არის ბიფიდოლაქტობაქტერიული
ბაქტერიები, ამიტომ უწყობს ხელს ეს პრებიოტიკები აი ამ პრობიოტიკების გამრავლებას. და ასეთი ბუნებრივი გზით ეს არის მე მყარი შედეგი, ხო? დისბაქტერიოზების დროს ჩვენ ვიცით, რომ ნიშნავენ ბიფიდოლაქტობაქტერიებს და ეს დამთავრდება თუ არა, იგივე პროცესები იწყება და ამ შემთხვევაში აქ რაკი პრებიოტიკებია, ამიტომ ბუნებრივად ხდება თვითონ ორგანიზმი უკვე აი ამ პრობიოტიკების რაოდენობა მიყავს ნორმამდე და მიდის მონელების პროცესები ბოლომდე. ეს რას ნიშნავს? ეს ძალიან კარგად ვიცით, როცა მონელება კარგ მდგომარეობაშია, იქ ალერგიები ნაკლებია, ტოქსინებიც ნაკლებია, სისხლში უკვე გაწმენდილი საკვები გადადის, ხო, უკვე მონელებული საკვები და ის რაც ცუდია, ის გამოყვება ნაწლავებს და რაც კარგია, იმას აითვისებს ორგანიზმი. და კიდევ ერთი შტოში, რომლის შემადგენლობაში ყოფნა არის BioLife-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუ რატო გვიყვარს ეს BioLife, ხო? ის არის ანთების საწინააღმდეგო და მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ შტოში, კლյուკვა რუსულად, ხო? მაინც რომ ვინც რუსულენოვანია, შეიძლება მისთვის ეს უფრო გასაგები იყოს. და შტოს შეუძლია ყველგან ანთებით პროცესებზე მუშაობა. ანუ სადაც არ უნდა იყოს ეს ანთებები, ხო, ნებისმიერ ორგანოში და განსაკუთრებით მუშაობს საშარდე გზების ინფექციებზე. ვიცით, რომ ძალიან წვალობს ადამიანები აი ქრონიკული პროცესებით, ხო, ქრონიკული ცისტიტებია, ქრონიკული პიელონეფრიტია, სხვადასხვა ქალური დაავადებებია ქრონიკული, აქაც ძალიან კარგად მუშაობს და ფაქტიურად წმენს თირკმელს, ხო, აი იმ სილისგან, რომელიც ნელ-ნელა გროვდება თირკმელში და ხელს უშლის თირკმლის ნორმალურ ფუნქციონირებას და თუ ამას არ გამოვდევნით, მაშინ უკვე კენჭების წარმოქმნისკენ მიდის და ამიტომ ანუ BioLife-ის მიღება ეს არის პრევენცია, რომ კენჭები არ წარმოიქმნას როგორც თირკმელში, ასევე ნაღლის ბუშშიც, ხო, ნაღლის ბუშშიც იგივე პროცესები მიდის, თუ ნაღლის ბუშში მოდუნებულია და არ მუშაობს კარგად, ამ შემთხვევაში გროვდება X-სილები და მერე კენჭები და არასწორი კვებაც რა თქმა უნდა ამას ხელს უწყობს. აი ასე ამ შემადგენლობის მიხედვით ამას აკეთებს, მე შემიძლია გითხრათ, რომ პანაცეა არ არის BioLife ხშირად ეძახიან, რომ ყვებით ხო, აი ამას აკეთებს, იმას აკეთებს, ამას ადამიანს წარმოდგენა ექნება, რომ რა არის ეს პანაცეა ხო არ არის, რომ ყველაფერს უხდება, ხო? ყველაფერს მართლა უხდება, ოღონდ პანაცეა BioLife კი არ არის, პანაცეა არის თვითონ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი იმუნური სისტემა, ჩვენი ბუნებრივი რესურსები, რაც გაგვაჩნია, ეს არის პანაცეა. ვერ წარმოიდგენთ რა შეუძლია ადამიანის ორგანიზმს, თუ მას ხელს შეუწყობთ და იმ ისეთ გარემოში ვამყოფებთ, რომ არაფერმა არ დაანაგვიანოს, არაფერი სტრესიც არ იყოს, წარმოუდგენელი ალბათ დღევანდელ დღეს სტრესის გარეშე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი იდეალურ პირობებში რო იყოს, აი მთაში საკვები არაჩვეულებრივი ძველად რო იყო და ეს დღეგრძელობაც ძალიან ისეთი გქონდა, ხო? 100 წელს გადაცილებულები, უამრავი ადამიანი იყო და დღეს შემცირებულია, რა თქმა უნდა, რომ მთაშიც აღწია აი ამ ცივილიზაციამ ბრჭყალებში და წარმოვიდგინოთ, რომ მთაში ვცხოვრობთ, სადაც არის არაჩვეულებრივი სუფთა გამჭვირვალე ჰაერი, არაჩვეულებრივი საკვები, ბუნებრივად მიღებული ხილი, ბოსტნეული, იქვე ფერმაში ხორცი და სხვადასხვა პროდუქტები, სტრესი არა, იმიტომ რომ ტელევიზორი არა გვაქვს, არ გვაქვს დაუშვათ ინტერნეტი და აი ამ სტრესის გარეშე ვცხოვრობთ მთაში, ხო? წყალიც არაჩვეულებრივი, სუფთა და აი როცა ესეთ პირობებში ცხოვრობს ორგანიზმი, ხო, მას ბევრი რაღაცა არ ემუქრება, ანუ რადიაციაც არ არის, რა თქმა უნდა. და ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში და იმიტომ იყო რომ ასე დღეგრძელები იყვნენ და თან ჯამრთელი დღეგრძელები იყვნენ, ისე კი არა რომ რაღაცა დაავადებები ქონოდათ, ხო? ჩვეულებრივად ჯამრთელად ცხოვრობდნენ ესეთი ადამიანები და ამიტომ ვამბობ რომ ანუ ჩვენს იმუნიტეტს ხელი რომ შეუწყოთ. BioLife-ის მეშვეობით, ხო? იმუნური სისტემაზეც არაჩვეულებრივად მუშაობს, ანუ ეს ანტიოქსიდანტური მოქმედება მაგაზეც მოქმედებს. და ჩვენი ორგანიზმივე ებრძვის აი ამ გარე ფაქტორებს, მავნე ფაქტორებს
და ეს ბუნებრივი რესურსები თუ მცირედით მაინც დარჩენილია ორგანიზმში, ხო? აი ამის აღმატებით ხდება მომატება, ხო? აი ბუნებრივი რესურსების მომატება, იმუნიტეტის მომატება და აი სიბრძვის და არა ბაოლაიფი იბრძვის, ხო? ბაოლაიფი უბრალოდ ძალიან დიდი კარგი მეცნიერების შემუშავებული კარგი ფორმულა, დახვეწილი ფორმულა, რომელიც რომელიც აი ხელს უწყობს აი ამ პროცესებს. აი ამითი მინდა ახლა მე დავამთავრო და მინდა რომ რამოდენიმე მაგალითი გითხრათ, რომ აი მე პირადად 2011 წლიდან დღემდე, ну რამდენი წელიწადია, 13 წელიწადი, ხო? 13 წლის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიკეთის მომსწრება ჩვენს მიერ გაკეთებულის, ვინც ვაწოდებთ ხო ამ ბაულაებზე ინფორმაციას ადამიანებს იძენენ და მოიხმარენ და ну არ ვიცი პირველივე დღეებიდან თუ არა პირველივე კვირეებიდან უკვე ნახულობენ რომ რაღაცას კარგი რაღაცა ხდება ენერგია მოემატა ძილი მოუწესრიგ და კარგ ხასიათზეა შემდგომში უკვე წონის კორექცია ხდება ხო ამასაც თავისი წესები აქვს რა თქმა უნდა მის მიღებას ხდება რაღაცები მიდის შენი ორგანიზმიდან ალერგიები მიდის იქ თუ ხშირი ინტოქსიკაციები გქონდა მიდის ხშირი თავის ტკივილები გქონდა ეს ყველაფერი მიდის და თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გქონდა ესეც წესრიგდება ანუ კოლიტები ქრონიკული კოლიტები დიარეით მიდის თუ შეკრულობით ორივეზე ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი რაღაცა რა რაც რამაც შეიძლება ადამიანი შეაწუხოს. აი ეს შემიძლია გითხრათ დანარჩენი უამრავი შედეგი არის დაფიქსირებული სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერები, სხვადასხვა პოსტების სახით ჩანაწერები, რომელსაც თქვენ ჩემს მსმენელებს, ეხლა ვინც მე მისმენთ, მოგაწვდიან აუცილებლად ის ადამიანები, ვინც პირველადი ინფორმაცია მოგაწოდეს. ამით დავამთავრებ, ჯანმრთელობას გისურვებთ.